სპორტულ კომპლექსში სიტუაცია შედარებით განმუხტულია. 4 სართულიან შენობაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა სათავსოს ტერიტორია უკვე დატოვეს. კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებულ სათავსოში დევნილები გუშინ შეიჭრნენ და ტერიტორიის დაკანონებამდე უკან გამოსვლას აღარ აპირებდნენ. სპორტული კომპლექსის ხელმძღვანელმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფართოების შესახებ მათ მოთხოვნას ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ განიხილავენ. არის ფართი ჩვენს ქვემოთ პირველ სართულზე, აი ეს არის პირველი სართული. ხო შეიძლება ეს ფართი რომ გავინაწილოთ და მოგცეთ, ხო არაფერს არ ვითხოვთ ჩვენ უკანონოს. ამაზეც გვედავებიან და არავინ არაფერს არ გვაძლევს. აი შეხედეთ, აი და დაათვალიერეთ კრაუტები, ლოგინები და საგერ ამის გაქირავება თუ შეიძლება ჩვენთვის არ შეიძლება ამის მოცემა? Გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, ჩაერთნენ ესე იგი ამ პროცესში და მე ვთხოვე მათ, რომ იმ პერიოდამდე სანამ ესე იგი მათი საკითხი რაღაც დაიძრებოდა, გადაწყვეტის ესე იგი რაღაცა იქნებოდა გადაწყვეტილებები მიღებული, რომ ეს შემოსვლა აქ და განთავსება მათი რაღაც დროებით შეჩერებულიყო.